ხაღავად ადგება წესით და რიგით ხარე ძალიან ბევრს დარბის იური ტაბატაძე მუდმივად შრომობს ორთაბრძოლებში შედის აქ შეუთანხმებელი მოქმედება და შანსი კოლხეთს ბარტიშვილი პასი ჩიხრაძეზე ხარშილაძე ბარტიშვილი რომელიც ეგრევე აქტიურად ჩაერთო თამაში რა მაგარი მოქმედება ბარტიშვილის მხრიდან და კარგი გადატანა არ გამონახე ვარცელს წინა მატჩიც დაახლოებით აი ამ დროს შემოიყვანა ბარტიშვილი ჩხეტიანმა აქ კლასიკურად გასაგებია 64 წუთი მატჩისა დადიანი აგიაკვა პასი მარცხნივ ჯინჯოლავაზე ლავ დერეკ აგიაკვა გელაშვილი საკმაოდ კარგ დუეტად ჩამოყალიბდა ჭის ბოლომდე ასე საკუთარ ნახევარზე აკონტროლოს ბურთი აგიაკვა ჯინჯოლავა დადიანი ახალაძე დახვდა ამ ბურთს მზად ბარტიშვილი ისევ ახალაძეს გადააწოდა აბუაშვილი ჩამოიშორა ძალიან მარტივად გობულაძე აგზელებს წისვლას გიორგი აბუა ასე უკან მეტი აგრესიულობა არის საჭირო კოლხეთის მხრიდან ასე მათ ძალიან გაუჭირდებათ თამაშის შემოტრიალება დროც გადის ამასობაში 77 წუთი დაიწყო 2-0 მოქმედი ჩემპიონი დამაჯერებლად იგებს წინა კითხვის ნიშნები იყო მატჩის დასაწყისში იბერიელთა მხარეს თუმცა შემდეგ დადიანის შემდეგ რამდენიმე წუთია უბურთოდ მოწყვეტ ეს ბურთი ფოთელებს ახვლედიანი და ჩაწოდება საჯარიმოში აგიაკვა დადიანი სრული დომინაცია იბერიას მხრიდან ახვლედიანი გიუნაშვილი კარგად დაუდვა თორნიკე ახვლედიანს ბარტიშვილი კიდევ ერთი კარგი და ლამაზი მოძრაობა აბუაშვილი რა უდრო-დროს დაუწვილი კობულაძე უყვარს მაშორიდან დარტყმები პასი გადაწყვიტა კობულაძე კლავ კლასი და ლავთვილისელები იქნება მეხუთე გოლი სილაგაძე კარგი 4-ვე გოლი სხვადასხვა მოთამაშემ გაიტანა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გიზო მამაგეიშვილი, იური ტაბატაძე, ივა გელაშვილი, დორასო კლასი. ბარტიშვილი, რომელიც ცდილობს შეტევის გამწვავებას პირველ ადგილზე შესაბამისად. ბოლო პაუზასაც კლასი გელაშვილი და მარჯვნივ გიორგი კობულაძე. პირველად შეიღო ბურთს, რაც მოედანზე გამოვიდა ნიგერიელი ნახევარმცველი მოისრაფიშვილი. კლუბაში თავის გამოსაჩენად. ახლა ტესტავს რაღაც ტაქტიკებს კორღალიზე, ამის ფუფუნება აქვს, თითქოს ორ თავდამსხმელზე გადაეწყო გუნდი. ბარტიშვილი, აბუაშვილი, ჩაურბინა ახალაძემ. საინტერესოა მოესწრება თუ არა მისი თამაში ჩართვა. საპოლო ჯამში მოკლედ რომ შევაჯამოთ თქოს იმსახურებდა გუნდს კარგი შანსები ჰქონდა პირველ 25 წუთში და აი მომენტში უნდა გაეტანა კოლხეთს იმ 25 წუთში უნდა გაეტანა სხვა მხრივ მათ მეტი შანსი არ ქონიათ ბარტიშვილი გელაშვილი მის წინააღმდეგ იქვია ტაბატაძე წინარჩუნებს ბარტიშვილი ბურთს ძრო მოძრაობები დახმარება სჭირდება ჩაწოდება საჯარიმოში